მოგესალმებით, მეგობრებო. ეს გახლავთ ტაროს თარის არხი და თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას თემით რა გელოდებათ ამ წლის ბოლო კვირას. ნახოთ რა გველოდება 2024 წლის ბოლო კვირას. მაშასე ნახოთ სამი სფერო. კარიერა, სამსახურიანი. ნახოთ ფინანსები. და პირადი. კარიერა. კარიერაში თქვენ საბოლოოდ ასრულებთ თქვენს გეგმას, საკმაოდ წარმატებით თქვენ დაგეგმილ საქმიანობას წარმატებით ართმევთ თავს და თავისუფლებას აძლევთ, გადახვიდეთ მშვიდ ენერგიებში და მისცეთ თავს დასვენების უფლება. კმაყოფილია თქვენით, თუ გყავთ უფროსი, ან თუ თქვენ ხართ უფროსი, კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდის მუშაობით. თუ თქვენ არ ხართ უფროსი, მაშინ თქვენი მუშაობით კმაყოფილია თქვენი უფროსი გამოხატავს დიდ მადლიერებას. ნახოთ ფინანსები, თუ შეესაბამება თქვენს გაწეულ სამუშაოს. შვენიერი. რაღაც ეტაპზე შეჩერებული იყო თქვენი ფინანსური ნაკადი და შეიძლება ელოდებით კიდეც თანხას და არ აგიღიათ თქვენ გასამჯელო ჯერჯერობით თქვენი გაწეული შრომის ანაზღაურება, ჯერჯერობით შეიძლება გზაშია და ელით და მინდა გითხრათ, თქვენ რასაც ელით, მხოლოდ იმ გზიდან არ შემოდის ფული. მინიმუმ 2 არხი გაქვთ ფინანსური გახსნილი. 2 ნაკადი მაინც შემოვა ფულადის განსხვავებული სხვადასხვა არხიდან. მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი ფულის ენერგია მოდის აქ და ფინანსური ნაკადი საკმაოდ ფინანსურად წარმატებული კვირა იქნება. თქვენ რაც ძალიან გსურდათ, მიიღებთ იმას ზუსტად. ნახოთ პირადში ცოტა არ იყოს, როგორც ფინანსურში, ესეთი არ არის. პირადში რაღაც გულნატკენი ხართ, ეჭვები ხართ, გაქვთ რაღაც გაურკვევლობაა თქვენს პირად ცხოვრებაში, რაღაც ბუნდოვანია, საკმაოდ დეპრესიული ფონი გაქვთ ახლა პირად ცხოვრებაში, რაღაცა მიმედი გაგიცრუათ. ნახოთ რას ეხება თქვენი იმედგაცრუება, გულის ტკივილი და მელანქოლიურ განწყობაზე ყოფნა. რას ეხება? პირად ურთიერთობაში დაპაუზებული ხართ, დაპაუზებულია თქვენი პირადი ურთიერთობა, თითქოს დისტანციურად ხართ. მგონია, რომ რაღაც ემოციები, რასაც თქვენ ელოდით, ვერ მიიღეთ პარტნიორისგან. აქ აჩვენებს
ამ ადამიანს ხომ არ არის სამკუთხედი მეგობრებო, შეიძლება სამკუთხედია და თუ თქვენ არ ხართ აქ ოფიციალური მეუღლეები და საყვარელი ქალბატონები მიყურებთ, გულის ტკენა შეიძლება მესამეს უკავშირდებოდეს. რა იქნება პირად ცხოვრებაში? ნახოთ რა იქნება. მეგობრებო, აი მაშინ როცა თქვენ უკვე თქვენ თავს გამოუტყდებით, რომ ნუ აი всё, მე მეტი აღარ შემიძლია, всё, აი ეს დასასრულია, სწორედ მაშინ შემოbrunდება ბედის ბორბალი და აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვლება ურთიერთობა. ახლა და ამჟამად მიჩვენებს არკანები, რომ ცალ-ცალკე ხართ თქვენ. როგორ შეიცვლება სიტუაცია? მეგობრებო, თქვენ უნდა გადაერთათ თქვენ სამუშაოზე, სამსახურში, შეიქმნათ თქვენ თავისთვის კომფორტი, აისრულოთ ყველა სურვილი, რაც თქვენ გსურთ და გაბედნიერებთ და აი ამ შემთხვევაში, როცა უკვე თქვენ აღარელით, რომ სასიკეთოდ შეიცვლება პირადში ურთიერთობა, სწორედ მაშინ შეიცვლება უკეთესობისკენ. როგორ უნდა მოიქცნენ ჩემი გოგოები? აი ამ სიტუაციიდან, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით და ეს სიტუაცია არის ისეთი, რომ არ იცით რა გააკეთოთ. ეს ის ეტაპია, როცა უკვე არ იცი რა გააკეთო. აი ახლა თქვენ აუცილებლად უნდა მოიკრიბოთ ძალა, გახალისდეთ. შეიძლება დაგპატიჟონ სადმე პიკნიკზე, ან მეგობრების წრეში აღმოჩნდეთ სასიამოვნო გარემოში, ან მეგობრებთან, ან თანამშრომლებთან სასიამოვნო გარემოში გაერთოთ და შეიქმნათ პოზიტიური განწყობა, რაც მოგცემთ საშუალებას დაიბრუნოთ აი ამ თქვენი ენერგიებით დაიბრუნოთ თქვენი პარტნიორი. მეგობრებო, შესანიშნავი კვირა გელოდებათ, კარიერაში ზენიტში ხართ, მიაღწევთ კარიერაში მაქსიმუმს, რაც დაგეგმეთ, ყველაფერი ჩაივლის გეგმის მიხედვით და თქვენ იქ უკვე მისცემთ მოდუნების საშუალებას, თავს მოდუნების საშუალებას. ფინანსებშიც მხოლოდ ერთი ნაკადით არ შემოდის ფინანსები, შემოდის რამოდენიმე ნაკადად. პირადში როგორც გითხარით, ცოტა დაპაუზებულია ურთიერთობა, რაღაც გულის ტკენა, შეიძლება თქვენ მეუღლე ხართ და აი თქვენ მეუღლესთან გაქვთ აი ასეთი დაძაბული სიტუაცია ეტაპზე, ან ვინმე ქალი ფიგურირებს, ვისაც ეჭვიანობთ თქვენ, მაგრამ დამიჯერეთ, თუ თქვენ შეიქმნით პოზიტიურ განწყობას, იზრუნებთ თქვენ თავზე, გახდებით თვითკმარი, ეს ადამიანი აი ამ ცეცხლოვან ენერგიებს, რომ დაინახავს თქვენში, დაინახავს რა მშვენება ხართ, კიდევ ერთხელ გაღიარებთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მე თქვენ ბედნიერი წლის დასასრულს გისურვებთ და გისურვებთ, რომ 2025 წელი თქვენი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს, როგორც კარიერაში, ასევე პირად ურთიერთობაში. მადლობა ყურადღებისთვის.